ჯინსი იყო თავისუფლების სიმბოლო რაღაცნაირად. პირველად ალბათ სტუდენტი ვიყავი, როცა შევიძინე ალბათ შავად, ესე ერქვა რა. თან ის ხო არ გონია რომ უნდა შენთან მიხვიდოდი და იყიდიდი. არა, ვიღაცას უნდა მიეყვანე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო რაღაც ჩუმად და ისა. მაგრამ ეს კიდე რაღაცა დეტექტიურს ხდიდა ამ ყველაფერი თავგადასავლებს. იმაზე მეტ წონას ანიჭებდა, ვიდრე შეიძლება მართლა მას გქონოდა. იმიტომ რომ ეს არის იდეაში ჩვეულებრივი ყველას, ოღონდ ყველასთვის სასურველი შარვალი. სკოლაში რომ სწავლობდი, თუ არ ვცდებით პასკალის ცდა იყო ეგეთი, რომ ორი ამოტუმბული ნახევარსფეროები ერთმანეთზე იყო მიწებებული და იმ ატმოსფერული წნევის გამო ცხენები იყო შებმული და ეს ცხენები ვერ აცალკევებდნენ ამ ნახევარსფეროებს. და მე პირველად რო ნახე ლევისის ლოგო, ორი ცხენი რო ჯინს იმდენად მაგარია და იმდენად ის არის, რომ არ შეუძლია რომ გაგლიჯოს და ეს იყო ზუსტად სიმბოლო იმისი სიმტკიცის და სიმაგრის და ხარისხის სიმბოლო, რომ სულ მახსენდებოდა ხოლმე აი ეს მეცნიერული პასკალის ცდა. ანუ ეს არის შარვალი, რომელიც ყველას თანაბარს ხდის, რომ არის ყველასთვის და არის ყველგან. შეგიძლია რომ ოპერაშიც წახვიდე ამით და შეგიძლია რომ ბალახზე დაჯდე და შეგიძლია რომ თუნდაც ბალახი მოტიპო. ფოტოგრაფიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სიტუაციაში. პრეზიდენტთან შეხვედრაზე დილას, როცა ის ხელს ართმევს ვიღაცას და შეიძლება იმავე დღეს საღამოს მოხდე სადღაცა მთაში, შეიძლება მოხდე ტალახში და შეიძლება იყო ასფალტზე და შეიძლება იყო სასახლეში და ასე შემდეგ. ალბათ ჯინსი არის ერთადერთი, რომელიც შეიძლება სასახლეში ჩაიცვა, შეიძლება ტალახში ჩაიცვა, შეიძლება წყალში შეხვიდე და ყველგან ის თავის სწორ ფუნქციას ასრულებს რა. არ უფრთხილდები, იმიტომ რომ იცი რომ აი ეს არ გაფრთხილება არის მისი ფუნქცია. ის გაგიძლებს ყველგან და ის არ დაისურება. მოგეხსენებათ რომ ხმარებისას ყველაფერს რაღაცა კვალი ეტყობა ხოლმე რა. ნუ ჯინსის შემთხვევაში ეს არის ფერის გახეხვის კვალი, მაგრამ კიდევ ბევრი კვალი არსებობს. მაგალითად ღვინო გადაგესხა და ეს კვალი, რომელიც ამ ჯინსს რჩება ხოლმე, ყოველთვის არის ამბები. და პრინციპში თუ ის კარგრამის გახსენებს შეიძლება რომ სხვასაც გაუზიარო და სხვაც გახადო რაღაცნაირად თანამონაწილე ამ ამბის.